როდესაც ცნობიერებენ ბავშვები თუ რა არის სიკვდილის შიში. მეცნიერთა აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით ორ ნაწილადაა გაყოფილი. ერთნი თვლიან, რომ ბავშვი სიკვდილის შიში, როგორც გრძნობა, შედის 6-7 წლის ასაკში, ხოლო მეორენი ამტკიცებენ, რომ 3-4 წლის ბავშვმა უკვე იცის, რა არის სიკვდილი და მაშას ადამიან უჩნდება მის მიმართ შიში. მე ზუსტად ვერ გეტყვით, როდის გამიჩნდა სიკვდილის შიში, მაგრამ ერთი კი ძალიან კარგად მახსოვს, რომ საკუთარი სიკვდილის შიშზე უფრო დედაჩემი არ მომკვდარიყო, აი ამის შიში მქონდა. ესეც ეგოისტური იყო, რა თქმა უნდა, რადგანაც ვთვლიდი, რომ დედაჩემის გარეშე მე ვერ გადავრჩებოდი. პატარა ვიყავი, ძალიან სუსტი, მეტად გამხდარი, ძალიან შიშარა და აბსოლუტურად ყველაფერში ვიყავი დამოკიდებული ჩემს უძლიერეს დედაზე. კვლევები აჩვენებენ, რომ სიკვდილის შიში განსაკუთრებულ პიკს აღწევს ქალბატონებში, მაგრამ განსაკუთრებით მამაკაცებში, სადღაც 20 წლის ასაკში და გრძელდება 5 ან ცოტა მეტი წელი. ამის შემდეგ სიკვდილის შიში იკლებს ადამიანში. საკუთარი გამოცდილებით მინდა გითხრათ, რომ სწორედ ამ ასაკში მეც მქონდა ეს პიკი, რომელიც ძირითადად საკუთარ არარსებობას ეხებოდა და ხშირად გამღვიძებია ამ შიშით, რომელსაც თან ახლდა პანიკური შეტევა. როგორც გითხარით, ამ ასაკის შემდეგ ეს შიში ნელ-ნელა იკლებს, მაგრამ მეცნიერებისთვისაც აუხსნელია თუ რატომ ეს პიკი კვლავ პიკად რჩება, ოღონდ ძირითადად ქალბატონებისათვის, როდესაც ისინი სადღაც 50 წლის ასაკს აღწევენ. პირადი გამოცდილებით მინდა გითხრათ, რომ ეს შიში 50 წლის ასაკის მეც მქონდა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს შიში ძირითადად ახასიათებთ იმ ქალბატონებს, რომლებსაც უყვართ დამოუკიდებლობა და ამ დროს ჩნდება არა იმდენად სიკვდილის შიში, არამედ სიბერის შიში, ყოველ შემთხვევაში ჩემს შემთხვევაში ასე იყო და ეს შიში ძირითადად გამოიხატება დამოუკიდებლობის დაკარგვაში, როგორც ფიზიკური, ასევე ფინანსური და სხვა ტიპის დამოუკიდებლობებს გულისხმობ. გიორგი ძალიან ემპათიური პიროვნება იყო, ძალიან კარგი ინტუიცია ჰქონდა. ვფიქრობ, რომ მიხვდა, რომ დედა მალე წასასვლელი იყო და თავისი სიკვდილით შენი მსუბუქა უფრო ზუსტად გამიქარწყლა სიკვდილის შიში. დღეს მე ვნატრობ სიკვდილს, რათა წამიყოს ჩემს გაუსაძლის ტკივილთან ერთად. და ბოლოს ისევ მშობლებს, ბავშვები და მით უფრო ახალგაზრდები არასოდეს არ გვაჩვენებენ მშობლებს სიკვდილის შიშს, მაგრამ არის ნიუანსები, რითაც მიხვდებით იმ მომენტში რა სჭირს მას და რა თქმა უნდა ჩემი რჩევა და ჩემზე უკეთიცით, რომ ამ დროს რაც შეიძლება უფრო თბილად უნდა მოეფეროთ და მაქსიმალურად შეეცადოთ გადაატანინოთ ყურადღება სხვა თემაზე.